ესე იგი, სტრესი ცუდი რაღაცასავით მოიხსენიება და ესე არ არის. როგორც არის სხეულის ტემპერატურა. სხეულის ტემპერატურა თუ მაღალია, ეს პრობლემაა, ან თუ დაბალია ნორმაზე, მაგრამ თუ ნორმაშია, ის რომ სხეულის ტემპერატურა გვაქვს, არის ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის აუცილებელი. ზუსტად ესე არის სტრესი. სტრესი იმაზე დაბლა, ვიდრე გჭირდება ავადმყოფობა, იმაზე მაღლა, ვიდრე გჭირდება ავადმყოფობა, თუ არის ნორმაში, სიტუაციის შესაბამისი სტრესი თუ გაქვს, არის ადეკვატური. სტრესი არის ფაქტიურად სიგნალი, რომელსაც ჩვენი სხეული და ჩვენი გონება გვიგზავნის იმასთან დაკავშირებით გარეთ რა ხდება. ანუ ლოგიკურია მაგალითად, რომ ძაღლი თუ გამოგეკიდა და არ ხარ დასტრესილი, ესე იგი პრობლემაა. ან შვილი თუ ავადარი და არ ხარ დასტრესილი, ეგ არის პრობლემა. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ სტრესი არსებობს ადეკვატური და არაადეკვატური, როცა მოველით, რომ მაღალი უნდა იყოს მაღალი, როცა მოველით, რომ დაბალი უნდა იყოს დაბალი, ხო? რისთვის არის ახლა ეს სტრესი? სტრესი ჰორმონალურ სისტემასთან არის კავშირში და ჩვეულებრივი სიგნალია, რომელიცაც ღვიძლი, ფეხი, ხელი, თვალი უნდა მიხვდეს, რომ მობილიზაცია გვჭირდება. აი ქვეყანა ომში, უკრაინა რო აცხადებს მობილიზაციას, ეგ არის ჩვენი სტრესი. ანუ ნინო თუ გავიდა გარეთ ქუჩაში და ძალიან ცივა, ეგრევე სტრესი მოვა, გაიგზავნება ეს სტრესის აგენტები, ასე ვთქვათ, სხეულში და ითქმება, რომ მოკლედ ჩარში ვართ და აბა მოიყარეთ დავი და იქ უკვე ცალ-ცალკე ღვიძლი ცალკე დაიწყებს სტრესზე რეაგირებას, კანი ცალკე დაიწყებს სტრესზე რეაგირებას და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ სტრესის მართვაზე, იგულისხმება, რომ სტრესი საჭიროა, ოღონდ საჭიროა იმ ნორმის ფარგლებში და იმ სიტუაციის შესაბამისად, როგორც რაც ხდება გარემოში. ეხლა პრობლემა იწყება, სადაც გარემოში არაფერი არ ხდება და შენ დასტრესილი ხარ, ხო? აი ხო გქონია ესეთი რეალობა, რომ მეგობარი გეუბნება, რომ საშინლად დავისტრესე, მერე გიყვება რაც მოხდა და ხვდები, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ ანუ სიცივე არ ყოფილა და ამას შესწივდა, ალბათ ავათარი. ან სიცხე არ ყოფილა და ამას დასცხა, ალბათ ავათარი, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ როცა სტრესის გამძლეობაზეა ლაპარაკი, როცა სტრესის მართვაზე არის ლაპარაკი, პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სტრესი კარგი რამეა. ისევე როგორც წნევა, ისევე როგორც სხეულის ტემპერატურა, ისევე როგორც გლუკოზა, შაქარი და ასე შემდეგ, საჭიროა სტრესი, ოღონდ ნორმალურ დონეზე. ეხლა მეორე, რასაც ასევე მნიშვნელოვანია და ამასაც მივაყოლებ, არის რომ სტრესი გარეთ არ იქმნება, სტრესი იქნება ჩვენ შიგნით. ანუ ჰაერის ტემპერატურა გარეთ იქნება, შენი დასმული შეკითხვები გარეთ არის, პოლიტიკური მოვლენები გარეთ არის, მაგრამ ის არ არის სტრესი, ის არის სტრესის გამომწვევი. ანუ დაღამდა, გათენდა, ფული გამითავდა, ხელფასი მოუმატეს, სხვას და მე არ მომიმატეს, ეს არის გარეშე მოვლენები, ეგ არ არის სტრესი. სტრესი არის, რაც ჩემ შიგნით ხდება მაგის პასუხად. ხო? ეხლა თუ ეს სტრესი არის უკვე ჩემი ორგანიზმის პასუხი, ესე იგი მე ამაზე გავლენა მქონია. ხო? ანუ ხშირად ადამიანი, როდესაც სტრესულ სიტუაციაზე ყვება, ისე ყვება თითქოს გავლენა არ ქონდა, რომ რა უნდა მექნა, ბუნებრივია რომ ავნერვიულდი. არა, შენ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ანერვიულებულიყავი, შენ მიიღე გადაწყვეტილება, რომ დასტრესილიყავი რა. თუ ჩვენ ამას არ გავითვალისწინებთ, მაშინ ტყუილავ ვლაპარაკობთ, რა ვიცი, როგორც დაისტრესები, ისე დაისტრესები, რაც მოხდება, ის მოხდება და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის უნარი, სტრესის მართვა არის უნარი და ერთნაირ გარემოებებში ერთი ადამიანი საერთოდ კარგავს ფუნქციონირების და საქმის კეთების უნარს და მეორე ადამიანი ინარჩუნებს. ხო, აი, გასაუბრებაზეც ეკითხებიან ხოლმე სტრესის ქვეშ მუშაობა შეგიძლია თუ არ შეგიძლია და შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ისე ღიზიანდება სტრესის ქვეშ, რომ ვეღარ კოლექტივთან ვეღარ მუშაობს, გუნდთან ვეღარ მუშაობს, შეიძლება იკეტება სრულიად და აღარც კითხვებს ვამს, აღარც პასუხობს, აღარც არაფერი და მაგ შემთხვევაში ეგ სერიოზული პრობლემა იქნება, იმიტომ რომ თუ სამსახური ისეთია, სადაც ბევრი რამე ხდება სტრესული, აი როგორც ჟურნალისტის სამსახური, ექიმის სამსახური, გამყიდველის, ბევრი პოლიციელის, მაგას ჭირდება ადამიანები, ვინც ახერხებენ, რომ სტრესში თავის მოვალეობები შეასრულონ, ხო?
შენ რო თქვა რომ მაგარი პროფესიონალი ვარ, ტრენერი ვარ, ოღონდ თუ არა ვარ დასტრესილი, აღარ ახარ მაღალი პროფესიონალი, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში დაგსტრესავს ცხოვრება, მოახერხებს რომ დაგსტრესოს და შენ თუ მაშინ უნდა გირჩიოთ დღეები, რომ აი დღეს ჩავწეროთ სანდრო თუ ხვალ ჩავწეროთ თუ ზეგ ჩავწეროთ კარგ ხასიათზეა თუ ცუდ ხასიათზეა და ეგრევე რო იმუშავებთ, ხო? ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სტრესზე, პირველი უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ჩვენი პასუხი გარემოებებზე და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გარემოებები ხან რეალური გარემოებებია და ხან არის გამოგონილი გარემოებები. აი მომეჩვენა რაღაცა და დავისტრესე, ხო? მეფიქრა რაღაცა და დავისტრესე. ანუ ჩვენ გვაქვს უნარი ეს მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამია, რომ მე ხნიერი ადამიანი ვარ და ბევრი უბედურება მინახავსო და უმეტესი მათგანი არასოდეს მომხდარაო. ანუ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იგივეს თქმა, რომ იმდენ რამეზე ვართ დასტრესილები, რაც არ მომხდარა. ჰიპოთეტური სტრესები, ეს გამოცდა რომ ვერ ჩავაბარო, ფული რომ გამითავდეს, იმას რომ გადაუყვარდე, დედა ჩემმა რომ წამალე არ დალიოს, ჰიპოთეტურ რაღაცებზე ვისტრესები და ამ ჩვენ twins, ესე იგი ეს სტრესის ჰორმონები რომ გამოიყოფა, იმან არ იცის მართლა ვალიდური მიზეზით გამოიყო თუ არა ვალიდური. ის იწყებს ამაზე რეაგირებას, როგორც მართლა გასაჭირზე და უბედურებაზე და სტრესი გაივლის, ეს მოჩვენებები გაივლის და ის ზიანი, რომელსაც ჭარბად მაღალი სტრესი მოგაყენებს, დარჩება. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საჭირო სტრესი გვინდა რომ გქონდეს და არასაჭირო სტრესი არ გვინდა რომ გქონდეს.